ევროპა ტრადიციულად აგზავნის ხოლმე პუნქტების დიდ ჩამონთვალს, რომელთა უდიდესი ნაწილი არის სისულელე ან იდეოლოგიურად მიუღებელი ან საზიანო, ოღონდ არის ხოლმე იქ ისეთი მოთხოვნებით, რომელიც ცხადია ლოგიკური შეიძლება იყოს და ერთი მოთხოვნა იყო, რომ აი შემდეგი შინაარსი აქ მოწავიკითხოთ, საქართველოში ინდოეთის და აზიის სხვა ქვეყნების შედარებით ნაკლები მასშტაბით, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების მნიშვნელოვანი შედინება შეშფოთებას ივწვევს ევროკავშირის მიმართულებით პოტენციურ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. განხორციელდება ეს სახმელეთო თუ საზღვაო გზით. ანუ თქვენთან რომ მიგრანტები შემოდიან აზიიდან, იმდენი შემოიყვანეთ, რომ მერე ეგ მიგრანტები ქმნიან საფრთხეს, რომ არალეგალურად შემოიპარებიან თქვენგან ჩვენთანაც და ამიტომ ეს საფრთხე ჩვენში შეშფოთებას და იქ იყო მოთხოვნა, რომ ამ ქვეყნებთან და მათ შორის უფრო სრულ ტექსტში ევროკომისიის დასკვნის იყო ნათქვამი, რომ თქვენ მათ შორის უვიზო მიმოსვლა გააკეთეთ ისეთ ქვეყნებთან, რომელთან ჩვენ არა გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ამას პრობლემად მივიჩნევთ, იმიტომ რომ თქვენგან ჩვენთან შემოპარვის საფრთხე იზრდებოდა. მათ შორის რა იყო დამატებული ცით? თქვენ არაბულ ქვეყნებში არაბული ქვეყნებიდან თქვენთან ჩამოსასვლელად დაწესებული გაქვთ რეჟიმი, სადაც იქაური ვიზა გულისხმობს, რომ თქვენთან უვიზოდ შეიძლება შემოვიდნენ ისეთი ქვეყნებიდან, რომლებთან ჩვენ არა გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ამას პრობლემად მივიჩნევთ, ანუ არაბულ ქვეყნებს ჩვენ ხო ამაზე რამდენიმე თვის წინ საუბრობთ, ესეთი ნორმაა საქართველოში არაბულ ქვეყნებში ვიზის მქონე, ერთწლიანი ვიზის მქონე ადამიანებს ჩამონათვალე რიგი რაღაც პაკისტანი იქნება თუ სხვა რაღაცა განუვითარებელი ქვეყნები, აი ამ არაბული ქვეყნების ვიზის მქონე ადამიანებს საქართველოს შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა. და ამაზეც ევროკავშირის ქონა მინიშნება, რომ ეს საფრთხეა ჩვენთვის. მათ შორის ახლა საქართველოს შემოსულ ხალხს ჩვენ ხო სტატისტიკას ვიღებთ ხოლმე სახელმწიფოს რესურსებიდან, რომელიც ნდობას არ იწვევს იქ. ვაჭრობა რამდენთან ხდება, როგორ ხდება, მაგალითად მოქალაქეობის გაცემა, ჩვენ ვიცით. ანუ საიდან ვიცით რამდენმა აიღო მოქალაქეობა? საიდან ვიცით? სიტყვაზე უნდა ვენდოთ. სიტყვაზე უნდა ვენდოთ. არა კაცო, აი ნახეთ. თავრობას ვენდოთ. სულ რაღაცა 10,000 კაცმა მიიღო მოქალაქეობა იქ ქვეყნებში. ხო და ეგ ჩვენ ხო არ ვიცით. აქედან გამომდინარე რა მოცემულობაში შედივართ, იცი? თავის დროზე ლეგენდარული ფრაზა იყო ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ მე მგონი ევროპასაც კი გავაოცებ დემოკრატიას. რითიც გააოცეს ეხლა. აი ისეთი ლიბერალიზმი დაამყარეს მიგრაციის ნაწილში, რომ ევროპაც კი შეშფოთ და გიჟები ხო არა ხარ ხალხო. ევროკავშირი, ღია კავშირი, ღია საზღვრები გუპავს ჩვენ. მაგაში გიჟები ვართ. კი, მაგრამ ასეთი სიგიჟე ჩვენს კი არ გაგვეკეთებია. კაცობრიობის ისტორიაში საქართველოში რა ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკაც არის, ეს არის უპრეცედენტოდ ყველაზე ლიბერალური პოლიტიკა. ესეთი რამე კაცობრიობას არ ახსოვს. ანუ ქალაქია საზოგადოებაში რო გაირკვევა, რომ ვიღაცები იმდენად მიგრაციის პროცესია, რომ ვიღაცები ქალაქებს აშენებენ. ეგ არის როგორი მოვლენა, იცი? მასეთი არანორმალური ლიბერალური შეხედულებები არსად არ დაფიქსირებულა. ყველგან სადაც ეგ ხდებოდა დროში გავრცობილად, სადაც ადამიანები უბრალოდ გაცნობიერებას ვერ ახდენდნენ, იმიტომ რომ იმ ხელა დროში იყო ყველაფერი გაწელილი. აქ გამოვიდა მთავრობა, გამოვიდა მართველი რგოლი და დაანონსა. მეგობრებო, გიხაროდეთ. ფული ჩაგვირიცხეს, გავყიდეთ. გაიყიდა ტერიტორია ამ ტერიტორიაზე ისინი აშენებენ ქალაქს. ხო, ეს დაანონსა და აქ ვიღაცებით გან და კაი, ეს ამაში არის რამე ცუდი? არ ვიცი, ფულიც კაია, ეს რა ვიცი. ანუ ესეთი რამე არ მომხდარა ხალხო, ესეთი ლიბერასტობა. არსად არ მომხდარა ეს ქალაქები სადაშენებულა ხო? ვიღაცა თან გამოვა და იტყვის რომ იქ რო სასტუმრო აშენეს, სასტუმროს ნუ ადარეთ ხო? ვიღაცა საფრანგეთში სასტუმრო ააშენებინა, ძალიან ცუდი. არც სასტუმრო არ უნდა, ეგეც ცუდია, კაცო, ეს სასტუმრო ააშენებინო ვიღაც არაბებს და არაბები, ეგეც ცუდია, მაგრამ
მაგას რანაირად ვადარებთ, კაცო? მაგას რანაირად ვადარებთ? ანუ ის იქაური ბიზნესმენებმა იმოღწეონ აქ მაგ დონეზე, ეგეც ცუდი. მე ვთვლი რომ აქაურმა ბიზნესმენებმა უნდა ააწყონ ბიზნესი. მაგრამ ქალაქი აშენონ და მაგას ვერ მიხვდე რომ ეგ ცუდია. არა თან აბა რას ხვდები საერთოდ რო დადიხარ ქუჩაში რო იხედები თვალ ხო არსებობს ასეთი ისა რა მართლა ის ფრინველები ხო ერთი თვალით სხვა მიმართულებით იყურება მეორე თვალ ეგრე ხო არ უნდა იარო კაცო რას ხვდები აბა საერთოდ განსაკუთრებით აი ჩემი აზრით მან არ იყიდიან უცხოელები აი ბიჭო საიდან დაასკვენით რომ მან უცხოელები რავი ინვესტორმა თქვა ბიჭო რა ხდება რა კითხებსო ანუ ინვესტორი მოდის და იძახის რომ აი რა გაინტერესებს უცხოელები უნდა ჩავასახო რა ვერ გაი კოსმოპოლიტურ თავშესაფარს არა მან აი რა საშიშროება ჩდება იცი აი ეგეთი უტვინო არგუმენტები როცა ისმის ხოლმე აი რა საშიშროებამდე მიდივართ პირველად აი მაშინ საკითხი ასე ხო არ უნდა იდგეს მოდი ყველაფერს დაველო აბა დაველოდოთ ახლა ჩასახლდებიან გაირკვევა რომ ჩასახლ ეგრე ვარკვიოთ აი რო ჩასახლდებიან მე გავარკვიოთ რომ მართალი ყოფილა რომ ჩასახლდებოდნენ ანუ ადამიანს იმდენად დასკვნის გაკეთების უნარი არა თუ ხო არ შეიძლება რომ არ კონდეს რომ ანუ ადამიანები ჩამოდიან და ქალაქს აშენებენ კაცო იმ ქალაქს რო აშენებენ აქ არავის არ აქვს ფული რო იყიდოს იქ არ აქვს და გასაგებია რაც ხდება ხო ის კომპანია პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ჩვენი და იძახის რომ ის კომპანია რო ჩამოდის თავისი აპრობირებული მყიდველი ყავს ბაზარზე ვინ ყავს ქართველები ეგეთი იდიოტი ხო არ უნდა იყო რომ ვიღაცამ აი ეგ მოისმინა და დასმა გააკეთა რომ ქართველები ყავს Eagle Hills საერთაშორისო ბაზარზე ანუ ძალიან მარტივი რაღაც ხდება ხალხო და მაგას ადამიანები რომ ვერ იგებენ და ვერ იგებენ რატო იცით რატო ვერ იგებენ იცი ვიღაცები იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ შეუსრულა კაცო ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური აი ესეთ ჟარგონს გამოვიყენე ბალამუტი იმდენად ეფექტურად აწარმოა რომ ეს ხო გარკვეული თვალსაზრისით არა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანისთვის ნდობის საკითხია და ბალამუტის მეთოდით ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა რომ აი ქართული ოცნება ნუ ეხლა ქართული ოცნება ასე ამბობს და ეხლა დანარჩენი რა ვიცი მე უკვე აღარ ვიცი რას უნდა ვენდო მანდამდე მიიყვანა საქმე და საქმე არის იმდენად რთულად რომ ადამიანები უკვე იმას ვერ იგებენ რომ ქალაქებს რო აშენებენ ეგ ცუდია ვიღაცები უკვე მაგას ვერ იგებენ უკვე მაგდენად პრობლემასთან ვართ მისულები ამიტომ სინამდვილეში ძალიან ასეთი ამოცანა ვიდგას ჩვენ წინაშე რომ ელემენტარული ჭეშმარიტებები რომელიც კაცობრიობამ დასაბამიდან იცოდა და რომელიც თუ გეშლება საერთოდ გადაშენდები ეგეთი ჭეშმარიტებები ისევ აღმოვაჩინოთ თორე გადავშენდეთ